რუსთაველის 131 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას ითხოვს. მათი განცხადებით აღნიშნული პრობლემა დიდი ხანია აწუხებთ, თუმცა მდგომარეობა განსაკუთრებით გაუსაძლისი ზაფხულის დადგომასთან ერთად გახდა. უსიამოვნო სუნი, ქვეწარმავლები, ვირთხები ეს ამ ადგილას მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურობაა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დახმარების თხოვნით მიმართეს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. ლამისარი დიზენტერია და ვირთხებმა გადაგჭამონ, შეგჭამონ მარტო მე არ ცხოვრობ ამ ეზოში რამოდენიმე ოჯახია, იქ პასუხობენ წყალკანალში, არ გეშველებათ, გამგეობას მივმართეთ 28 მარტს თუ ახლა ზუსტად არ მახსოვს ეს რიცხვი ოფიციალურად განცხადება დაწერილია. ვიშლიან ხელებს, მე რა 4 თვე გამოდის, მეტი თუ არა უკვე. და ფული არ გვაქვს. გამგეობას და თავრობას ფული თუ არ აქვს, ხალხს საიდან აქვს? ვერ ხმარო ბოდიშ საპირპარაშოში ვერ შევდივართ, ესე იგი არ შემიძლია ახსნიდა მეზობლებს შესვლა, კრანის გახსნა, წყლის გამოშვება, იმიტომ რომ უცბად ამოდის წყალი და იმისად ესე იგი სუნი და ყველაფერი პასუხი მოგწერეს გამგეობიდან, რომ ესე იგი უნდა გადაირიცხოს რაღაც თანხები ბიუჯეტში, როცა იქნება ხული. და მე მიხედავ გადაეცემა შემდეგში ტენდერზე ეს ყველაფერი და მიხედავენ 1000 ტურისტი შემოდის ხო მაღაზია რაღაც. ახალი ნაკადი რომ მოდის რა ეს კანალიზაციის, აი მაგ დროს უფრო იგრძნობა ეს მძაფე ცუდი სუნი რა, კანალიზაცია ბოლო-ბოლო. და მე მგონი ბორჯომის ინტერესებშიც უნდა იყოს რომ ეს 1000-ობით ტურისტი კარგ ხმას არ გაიდას ხო, ანტისანიტარია და ასე შემდეგ. დაზიანებული საკანალიზაციო ქსელის მიმდებარედ განთავსებულია რამდენიმე მაღაზია, სილამაზის სალონი და ყოფილი სახელოსნო, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, რადგან შენობის შიგნით დაზიანებული კანალიზაციიდან ფეკალური მასაჟონავს და იატაკის გარკვეულ მონაკვეთს ტბორავს. ეს მილი არის გაყვანილი დიდი ხანი, არ ვიცი, შეიძლება 100 წლის უკან იყო გაყვანილი ეს ყველაფერი, იმის მერე არაფერი არ გამოცვლილა. და იმიტომ მიტბორება და საშველი არ აქვს. ტელეკომპანია ბორჯომი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, რის შემდეგაც კომპანიის ადგილობრივმა სერვის ცენტრმა პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით ადგილზე ტექნიკური ჯგუფი გაგზავნა. კომპანიამ ადგილის დათვალიერების შემდეგ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ საკითხი მათ კომპეტენციას არ მიეკუთვნება და მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს. რუსთაველის 131 ნომერში შეგეწოდებული ძველი იტალიური ეზო მოწყობილი არის კერძო საკანალიზაციო ჭა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე არ არის არსებული. ეს აღნიშნული ჭა ჩვენ არ ვახორციელებთ მათ წყალმომარაგების უზრუნველყოფას, წყალარინების უზრუნველყოფას. აქედან გამომდინარე უნდა მიმართონ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს აღნიშნულთან დაკავშირებით. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემდეგნაირად გვიპასუხეს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, იქ გარდა მოსახლეობისა სხვადასხვა კომერციული ფართები არიან დაერთებული ერთ სისტემაზე. ეს არის ძველი სისტემა და წლების წინ როცა მოხდა მთლიანად ქალაქის მასშტაბით ახალი სისტემის რეაბილიტაცია, ეს ნაწილი არ მოხდა რატომღაც. შემდეგ კვირაში, სამშაბათს ან ოთხშაბათს სპეციალისტები ჩამოვლენ, ჩვენ მონიტორინგ სამსახურთან ერთად ნახავენ ადგილზე და თქვათ იქ გადაწყდება უკვე რა არის მათი კუთხით გასაკეთებელი, რა ჩვენი კუთხით გასაკეთებელი. 2 და 3000 ლარი ამ პრობლემის მოგვარებას არ ეყოფა, რომ თქვათ რაღაც ეკონომიიდან გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აი ამ სპეციალისტებთან საუბრის შემდეგ შევადგენთ პროექტს და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ წელს მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. ტელეკომპანია ბორჯომი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება.